გამარჯობა, დღეს ჩვენთან ერთად არის ლაშა ბლუაშვილი, ბრიტანული ჰალო ტრასტის მექანიკური განაღმვის ოფიცერი, რომელიც ფიზიკურად იმყოფება უკრაინაში და იქ არის ჩართული უშუალოდ განაღმვის პროცესში. ყველასათვის ცნობილია, რომ უკრაინაში ამჟამად ნაღმების არნახულად დიდი რაოდენობაა. ამის მიახლოებითი ციფრის თქმაც კი ალბათ შეუძლებელია, ხო? და ლაშა არის ის ადამიანი, რომელიც ბევრი თვის განმავლობაში იმყოფება უკვე უკრაინაში თუ არა წლის და უშუალოდ არის ჩართული განაღმვის პროცესში. ლაშა, იქნებ მოგვიყვე იმის შესახებ თუ რა ხდება უკრაინაში, აი ნაღმების თვალსაზრისით, როგორი ნაღმებია, რანაირი სირთულის სამუშაოების განხორციელება გიწევთ. მოგესალმებით, როგორც გიორგი თქვა, მე ვარ ლაშა ბლუაშვილი, ჰალო ტრასტის მექანიკური ოპერაციების მექანიკური განაღმვის ოფიცერი. ინტერესო მდგომარეობაში აღმოჩნდით უკრაინაში, მიმდინარე აღნიშნა რომ მიმდინარე ასეთი სერიოზული ომის ქვეშ ჰალო ტრასტი პირველად თავის ისტორიაში ასრულებს ოპერაციებს. ძირითადად ომის დასრულების შემდეგ მუშაობს ჩვენ დანარჩენ სხვა ქვეყნებში დასრულებული ომის შემდეგ. ომის დროს გახლავთ სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ დაბინძურებული ქვეყანა. ანუ რაც კი შეიძლება დედამიწის ზურგზე ადამიანმა დახუჭოს თვალი და ვინც ცოტა გათვითცნობიელებულია სამხედრო ნაღმებს, ბომბებს, ჭურვებსა და აღჭურვილობაში, ალბათ ყველაფერი ერთად აღებული უკრაინაშია თავმოყრილი. ჩვენ ძირითადად ორიენტირებულები ვართ ომის შემდეგ აუფეთქებელ ან აფეთქებულ და აუფეთქებელ ნარჩენებსა და დანახმულ მინდვრებზე. დაახლოებით მე შემიძლია მოვიხმარებ კარნახს და შპარგალკას, რომ ეძახიან ეგრეთ წოდებულს და შემიძლია სტატისტიკაც წარმოვიდგინოთ, რომ სადღაც ჩვენი ორგანიზაციიდან უკვე არის აღებული, ანუ დამუშავების ქვეშ არის 3400 ჰექტარი რაოდენობის მიწა, ტერიტორია, რომელიც უკვე დადასტურებულია, არის სხვადასხვა ტიპის ნარჩენებით, ზოგი არის აუფეთქებელი სამხედრო ნარჩენები, ფეთქებადი, რა თქმა უნდა, და საშიში სამხედრო ნარჩენები მიწის ზედაპირზე, ზოგი არის მიწის ქვედაპირზე, ზოგია შერეული ნაღმებთან ერთად, ქვედაპირი ჯერ ზედაპირია გასაკეთებელი, შემდეგ ქვედაპირი, ასე რომ რაც კი მრავალფეროვნება არსებობს, ყველაფერი როგორც კითხა არის დამოყრილი. ეს სტატისტიკა არის ომის დასაწყისიდან წარმოებული, ასე რომ ვთქვათ. 800 ჰექტარი არის უკვე დამუშავებული, გასუფთავებული და ზოგი უკან გადაცემული უკვე სამეურნეო სამუშაოებისთვის, ზოგი გადაცემის პროცესში. აქედან ნაპოვნი გვაქვს დაახლოებით 38,000 ეგრეთ წოდებული აქ ყველაფერი ერთად თავმოყრილი. UXO გიორგი არის UXO, რომელიც ნიშნავს აუფეთქებელ explosive ordnance, აუფეთქებელი სამხედრო ნარჩენებია რა ესენიც და მათ შორის ნაღმები 38,000. აქედან გვაქვს კიდევ 3,000 ჩვენ ვქვია ამას call-out-ი, ანუ ვიღებ ზარებს, შეტყობინებებს და შეტყობინება არის შემოსული 3,000-მდე მოსახლეობის მიერ ნაპოვნდა აღმოჩენილ რაღაც პეთქებად ნივთიერების. ხო და აი ცოტა ისე რომ შევხედოთ, ეს სადღაც არის, აი კარგად აქვს ლამაზად დანგარიშებული, სადაც 4,760 საფეხბურთო მოედნის ხელა ტერიტორია გვაქვს აღებული დამუშავების ქვეშ და აქედან 980 ამ 4,760-დან 980
არის განსხვავებული და როგორც გიხსნით ან გადაბარებული ან უკან გადაბარების პროცესში. ლაშა, უნდა დაგისვა ესეთი კითხვა, შენ პირველად არ ხარ კონფლიქტის ზონაში, თუმცა როგორც აღნიშნე საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პერიოდში პირველად არის ორგანიზაცია ჩართული განაღმის პროცესში. რითი არის განსხვავებული გარდა ამისა, რომ მიმდინარე ომია, რითია განსხვავებული, არის თუ არა მაგალითად რაღაცა სპეციფიური ნაღმები ან ისეთი რაღაცა ხრიკები გამოყენებული, რომელთანაც საქმე აქამდე არ გქონია. აი რითი არის ეს ომი გამორჩეული, ასე ვთქვათ, სხვა იმ ომებისგან, ან იმ ომების შედეგებისგან, სადაც შენ გიმუშავია და რომელიც საკუთარი თვალით გინახავს. რა თქმა უნდა, ყველანაირად განსხვავებული აბსოლუტურად და ასე რომ ვთქვათ, გართულებული სხვა ქვეყნებთან შედარებით. აქ მე სირთულეს დავყოფდი ორ ნაწილად. პირველი ეს არის სირთულეები, რომელიც ხდება და რომელსაც ხდებით პირადად უშუალოდ მუშაობის დროს, ანუ რაც შეეხება როგორც თქვენ ძალიან გიორგი ნაღმის ქვეშ მდებარე ეგრეთ წოდებული სიურპრიზები, ბუბიტრაპები, ათასნაირი ხაფანგ როგორ არის კარგად აღარც კი ვიცი მათ სახელი და ნაღმის მაგალითად ტანკსაც ნაღმის ქვეშ ძალიან ბევრია ასეთი MSK, რომელიც ასეთ სახელწოდებით არის ნაღმის ამოღების შედეგად ის დეტონირება ხდება, რომელიც ახდენს პროვოცირებას თვითონ ამ ნაღმის დეტონირებისას. ანუ არა უშუალოდ ნაღმის დეტონატორი დეტონირება, არამედ ქვემოთა მხრიდან, ანუ ორივე მხრიდან საშიშროების ქვეშ არის რანაც ტანკსაც ნაღმდებო ნაღმი, ანუ ზემოდან დაბჯენის დროს და აღების დროს, ანუ ორივე მხრიდან ხდება აფეთქება და რა თქმა უნდა ეს ნაღმების ამოღების დროს იწვევს ამის პრეცედენტის არსებობს და რა თქმა უნდა შემოშალებული გვაქვს ყველანაირი უსაფრთხოების ზომები და ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ამ გამოწვევის წინაშე. მეორე ყოველდღიურად არის ხდება დრონებით შემოტევა ამ ქვეყანაზე. მე უშუალოდ სადაც ვარ მაგალითად იქ ყოველდღიურად, ალბათ ზოგჯერ 10-ჯერ, ზოგჯერ 15-ჯერ, ბევრჯერ დამიწვია, ბევრჯერ ფლაცამრევია, იმდენჯერ ხდება სირენის ჩართვა, ანუ ხალხი არის სტრესის ქვეშ, შეშინებული ხდება აფეთქებებით, კი ბატონო, ხდება ჰაერში განადგურება მათი, არის ჩამოვარდნის შემთხვევებიც, აქ არის დრონებზე ძირითადად ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი რა ქვია იმას ბალისტიკურ რაკეტებზე, რისიც შეუძლია რუსეთს წოდომა ყველაფერს ასე ვთქვათ ისვის უკრაინისკენ და ეს ამას აქვს პერმანენტული სახე მიღებული. ხალხი ნამდვილად დასწრესილია და მათ შორის ჩვენც არა ბუნებრივ ასე ვთქვათ მდგომარეობაში ვიწევს მუშაობა. უშუალოდ აი ჯგუფს თუ ქონია რაღაცა კონკრეტული შემთხვევა, ასე ვთქვათ, ინციდენტები, რომლის დროსაც რაღაცა გაუთვალისწინებელი შემთხვევა ყოფილა, ან თვითონ განაღმის დროს თავდასხმა ყოფილა, ან რაღაც ხო არ შეგიძლია, მე მესმის რომ სპეციფიური ინფორმაცია, მაგრამ თუ ამის გაზიარება შეგიძლია, ხო იქნება უთხრათ ჩვენს მაყურებელსაც ამის შესახებ. ყოფილა მაგალითად შემთხვევა, რომ ასე ვთქვათ, განაღმის პროცესში თვითონ განაღმის საშუალება ეგრეთ წოდებული ტრაქტორი, ბრონირებული და აღჭურვილი ყველაფრით, მაგალითად აუფეთქებიათ აქ საწინააღმდეგო ნაღმი. მაგრამ როგორც მოვახსენებთ, ყველა დაცული აქ მიდის დისტანციურად მარტვა.
ყველა აქ მხოლოდ არც ერთ ასე ვთქვათ მანქანაში არც ერთ ტრაქტორში ოპერატორი არ არის. აქ ყველა ტრაქტორი არის დისტანციურად მართვადი და ხდება ანუ როგორ გითხრათ გარკვეული ჰალოს სტანდარტების და საერთაშორისო სტანდარტებით დაცული დისტანციებით მათი მართვა და ყოფილა ხდება არაფერი სასწრაფო საშიში. აი თავდასხმისა და უშუალოდ რამე ასეთ ინციდენტს ადგილი ჯერჯერობით არ ქონია. იმედია არც იქნება. ლაშა, არსებობს უბრალოდ რაღაცა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ძალიან ბევრი რაოდენობით ნაღმია ჩადებული ორივე და ხო არ შეიძლება თქვა რა დრო შეიძლება დაჭირდეს თუნდაც აი დღესვე რომ ომი შეწყდეს აი ამ პროცესს რომ ყველაფერი გაინაღმოს და უბრალოდ გასუფთავდეს. აი ეს საკმაოდ რთული კითხვა და აგიხსნის რატომაც მე თქვენ წეგან მოგიყვანეთ სტატისტიკა ანუ 3 წლის განმავლობაში 4700-მდე ჰექტარი აქედან 800 განაღმული ჰექტარი და 800 განაღმული ჰექტარი მოხდა მაგალითად 3 წლის განმავლობაში. აქ ლაპარაკი არის ტერიტორიებზე სადაც ჩვენ წვდომა გვაქვს. ჩვენ წვდომა გვაქვს ტერიტორიებზე ჩვენ კიდევ ასე ვთქვათ დისტანციების დაცვით. ის ხასთან რა დისტანციაზე ახლოს მისვლაც არ შეგვიძლია. ანუ ბუფერული ზონა ჩვენს ბოლო განაღმელსა და ფრონტის წინახავს შორის კიდევ საკმაოდ დამჯერეს, საკმაოდ დიდია. ასე რომ რამდენი ტერიტორია გვაქვს აუთვისებელი და ომის დასრულების დღესაც რომ დასრულდეს ომი, კიდე რამდენი ტერიტორია დაემატება, თქვენ წარმოიდგინეთ გასანაღმო ტერიტორიებს. ასე რომ აი ასე წინასწარ ამისი გამოთვლა ჩემი ვარაუდით ალბათ ათეულობით წლები. ეს ძალიან რთული შეკითხვა ამას. ალბათ ყველა ორგანიზაცია ერთად უნდა შეგროვდეს, უნდა ჩამოვიდეს და ერთიანად უნდა არ ვიცი ამას ძალიან ბევრი წლები დასჭირდება ამ ქვეყნის გასუფთავებას და ძალიან დიდი გულისხმობა კი. ლაშა, უნდა გკითხოთ თქვენ შესახებაც როგორ აღმოჩნდით უკრაინაში ჩვენ ერთმანეთი გავიცანით მდინარე იორდანეს სანაპიროსთან მაშინ განაღმულ სამუშაოებში ვიყავით ასევე ჩართული და შემდეგ სომალიშიც იმუშავეთ სხვა ქვეყნებშიც იმუშავეთ როგორ აღმოჩნდით უკრაინაში და აი ხო იქნება ამის შესახებ გვითხრათ მოგვიყვეთ. დიდი სიამოვნებით რა თქმა უნდა ჩვენი გაცნობიდან გარკვეული დროის შემდეგ 2000 წელს მე გადავედი უკვე სამუშაოდ სომალილენდში, გადამჭრესიკით სომალილენდში, რაღაც გარკვეული პერიოდი სომალილენდში ვიმუშავე, სომალილენდიდან წავედი იემენში, იქაც დავყოფი რაღაც გარკვეული პერიოდი, იემენიდან გადავედი ლიბიაში სამუშაოდ და ლიბიაში მუშაობის დროს შემომთავაზეს მე სურდა თუ არა უკრაინაში მემუშავა და ასე ვთქვათ ეს ხო ჩემი ნატურა რამენერად რაღაც მხრივ რაღაცით დავხმარებული და მე ყოველთვის ხედავდი ჩემ თავს უკრაინის პრობლემაში, იმიტომ რომ ენაზე შემიძლია საუბარი, რუსულს ვიყენებთ მართალია, მაგრამ რუსულ ენაზე ვსაუბრობ, მაგრამ კომუნიკაციის საშუალება გვაქვს. ხო და ავირჩიე რა თქმა უნდა მოვთხარი იმექსის სიამოვნებით წავა და 2023 წლიდან უკვე უკრაინაში 2 წელიწადია რაც აქ შრომობ და მოღვაწეობ. ასე აღმოჩნდა. ძალიან კაი. ლაშა, იქნებ კიდე გვესაუბრო უშუალოდ ნაღმებთან დაკავშირებით რა. აი რამდენად იგივე სომალისგან, იგივე ლიბიისგან, იგივე სხვა ქვეყნებისგან რამდენად განსხვავებულია მხოლოდ ანუ ის რომ რაღაცა სიურპრიზები ეგრეთ წოდებული არის, ეგ ნუ თავისთავად ცხადია, მაგრამ აი ამ ომს ყველა ახასიათებს როგორც უახლესი ახალი თაობის ომს, სადაც ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და აი შენი მხრიდანაც აი როგორც ნაღმების სპეციალისტისგან იქნება ძალიან საინტერესო კონკრეტულად აი ამ თემაზე რომ ისაუბრო. ძირითადად
ძირითადი რაც შეეხება დავყოთ ნაღმი ხელხუმბარები სულ თქვენ კარგად იცით სამხედრო სპეციალისტი ბრძანდებით სულ მრავალი ეს ყველა პესკება დიფტირება მოწყობილობა კატეგორიებათაა დაყოფილი ხო ნაღმებში მე აღმოაჩინე მაგალითად ჩემთვის სიახლე იყო PMN 4 რომელიც ახალი ქვეითსაწინააღმდეგო რუსული ნაღმია, ანუ საკმაოდ პატარაა, სადღაც ბელგიური M35-ები თქვენ კარგად იცით, სადღაც მას წააგავს, ოღონდ რა თქმა უნდა, რუსული ვარიანტია. საკმაოდ სერიოზული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმია, მაგრამ ძირითადში მაინც გამოყენებულია ისევ და ისევ ეგრეთ წოდებული PMN 2-ები ძველი საბჭოთა დროინდელი წარმოების რუსული ნაღმები TM64-ები ეს გავრცელებული ვერსიები და პლასტიკატისა და რკინის კეისებით პლასტიკატის კეისი არის საკმაოდ ძნელი აღმოსაჩენი მათთვის ვინც ხელით მუშაობს ხელით განახვაზე ანუ დეტექტორით ვინც ეძებს ძალიან მცირე რაოდენობა აქვს მეტალის შემცველობისა და სიღრმეში ცოტა მეტი თუ ასხვაობა უკვე სიგნალს აღარ იძლევა. ამიტომ ესეთ ადგილებს ძირითადად მექანიკური ჯგუფები ამუშავებენ. ძალიან ბევრია გამოყენებული ეგრეთ წოდებული ბაბაჩკებს რომ ვეძახით PMN 1-ები. PMN ახალი კლასიფიკაცია PMN-ისა არ PFM-ისა არ შემოგვიძრია არ არის ძირითადად, მაგრამ N რაოდენობითაა რაც არის. აი ძირითადი ნაღმები არის ესენი. PMN 2-ებზე დგას ისევ ძირითადი მასა PFM-ებზე და TM64-ზე წინააღმდეგო ნაღმებში. არის ახალი ტიპის 9N200-ების გაუმჯობესებული ასე ვთქვათ კასეტური ნაღმები და თვითონ 9N200-ები ძალიან ბევრია. აი სიახლე ჩემთვის და ყველაზე მეტად გასაკვირი ისაა რომ ეს ყველაფერი არის ერთმანეთში არეული. ეს ყველაფერი არის ერთმანეთში შერწყმული და ამაზე ზემოდან დამატებული კიდევ ქვეითსაწინააღმდეგო OZM-72-ის ტიპის ნაღმები. ძალიან ბევრია OZM-ებიც, გაბნილია ეგრეთ წოდებული რასტიაშკებით, ანუ მოქსოვილია მინდვრები OZM-ებიც. ძირითადი სამეულისგან შედგება მაინც ფილდები, ეს არის ქვეითსაწინააღმდეგო TM64-ები, PMN 2-ები და OZM-ები ერთად. ლაშა, შენ აღნიშნე რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მექანიკური ჯგუფების მიერ განაღმის სამუშაოები, მაგრამ ჩართულია ეგრეთ წოდებული რობოტი ტრაქტორებიც, ხო? აი ეს ახლა განაღმაშიც როგორი სიახლეები არის, რამდენად განსხვავებული არის თვითონ განაღმელების მუშაობის სპეციფიკაც, ვიდრე აქამდე ვიცოდით ჩვენ. კარგით, ვილაპარაკოთ ხელის განაღმაზე და ხელის განაღმიდან საკმაოდ ანუ მოდი ასე ვთქვათ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის სამუშაოდ და დასაქმების სურვილები ძირითადად ახალგაზრდები რომლებიც ერთ თვეში რომელთა მომზადებაც ხდება ერთ თვეში ერთ თვის განმავლობაში მიდის უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები და ერთ თვეში უკვე განაღმელი ჯდება ფილდზე სამუშაოდ ანუ ერთ თვეში უკვე მზა განაღმელია მექანიკური ჩემთვის პირველი ქვეყანაა ანუ არა მარტო ჩემთვის მთელი ჰალოტრასტისთვის არის პირველი ქვეყანა სადაც მიმდინარეობს მექანიკურად მხოლოდ და მხოლოდ დისტანციურად განაღმა ანუ სხვანაირი უფლება არ გვაქვს აი მე თვითონ მომიწია აკრედიტაციებზე მუშაობა აკრედიტაციების მიღებაზე და ძალიან საკმაოდ რთული და საინტერესო პროცედურა იყო
რომ მიგვექცია იმისთვის, რომ დაგვეწყო მექანიკური განახმა ეგრეთ წოდებული რობოტების საშუალებით. აქ რამე სპეციფიკურ რობოტზე არ იგონოთ, რომ არის ლაპარაკი, აქ არის ჩვეულებრივ ტრაქტორზე, რომელიც რა თქმა უნდა ახალ ტექნიკაზე, ოღონდ ეს ტრაქტორები უბრალოდ იმართება დისტანციურად პულტების საშუალებით და შესაბამისი რკინის ბარიერის უკან ზის ოპერატორი უკეთია Google სათვალეები, ეს ყველაფერი კამერებით ხდება Google სათვალეებით, ანუ ტრაქტორებზე დამონტაჟებულია კამერები, შერჩეულია ამ კამერებისთვის საჭირო კუთხეები, მაგალითად წინა კამერა, გვერდის ახედვის კამერა, რომელიც აკონტროლებს სიღრმეს, რომელიც აკონტროლებს სისტორეს განაქმნის და ამის მიხედვით საკმაოდ რთული პროცესია, შემთხვევით ახლე იყო და მე თვითონაც სწავლა მომიწია ყველაფრის ანუ ამ ყველაფრის აწესებამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო. დღესაც მიდის ტრენინგები, მზადდება ახალი ჯგუფები, ამას ემატება რობოკატები, ეგრეთ წოდებული ბალახის მთიბავი მანქანები, საკმაოდ ხშირია ეხლა წამოუყვე ბალახი და გასების გარეშე ვერანაირი ხელის განახმა ვერ მოხდება. თან ეს მთიბავი ბალახის მთიბავები ეგრეთ წოდებულ მარტულ რა ქვიათ ამათ დასახელება უბიტრაპებს, ანუ ანადგურებს წვეთს ამ ოზეემის ნახავებს და შესაბამისად უსაფრთხოს ხდის ხაზს ქვედაპირულად განახმის ქვედაპირულად გასანახმად ამზადებს ტერიტორიას დიმაინერისთვის და დიმაინერი ასე თუ ისე შესაბამისად უსაფრთხოდ გზნობს თავს და მე უკვე დიმაინერი ახორციელებს რობოკატის მიერ გასუფთავებულ ტერიტორიაში ქვედაპირულ განახმას. და ეს რობოკატებიც ისეთი არის, რომ აი ამ ოზეემების და ასე შემდეგ რაღაც ასაფეთქებელზე რეაქცია არ აქვს, ხო? ანუ რეაქცია აქვს. ძლებს რაღაცა კონკრეტულ რაოდენობას. ფეთქდებიან და ფუჭდებიან. რამოდენიმე აგვიფეთქდა ტანკსაც წინააღმდეგო ნახმზე და ხდება, კი. არის მაგალითად ხაზი, რომელიც ვიცით სადაც გადის, აქ ხდება მუშაობა კიდევ დრონებით, რა თქმა უნდა დგება რუკები, ყველა ტექნოლოგია, უახლესი ტექნოლოგია, რაც კი შეიძლება არსებობდეს, უნდა ერთიანად დავიღოთ და ვთქვათ, ეს არის ჰალო უკრაინა. ყველაზე ძვირადღირებული პროექტი, ყველაზე უახლესი პროექტი, ყველაზე არ ვიცი, ტექნოლოგიურად ყველაზე უმაღლესად აღჭურვილი პროექტი, ყველაზე ვიწყოდი სარისკოდ და ყველაზე უსაფრთხოდ შესაბამისად, იმიტომ რომ რაც რისკები მაღალია ჩვენთვის, მოთხოვნების უფრო მაღალია და ჩვენ ყოველთვის ჩვენს მოთხოვნებს რისკებზე მაღალს ვდით და გვინდა რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს ყოველთვის სათანადო დონეზე. ლაშა, ერთი კითხვაც უნდა დაგისვა, რახან ახსენე რომ მალე ბალახი წამოვაო. უკრაინის მიწა, ეს შავი მიწა, გამორჩეული მიწა, იქ წვიმიანობის პერიოდშიც, როდესაც ამინდი უარესდება, ტალახიანდება, ეს ტალახს თავისი რაღაცა სპეციფიური ის აქვს, ეს ნაღმები ალბათ ჩადის უფრო დაბლა და აი მან როგორ ხდება, მე აი მაგისი სპეციფიკაც იქნება აგვიხსნა. არის თუ არა ნაღმები აი ამ ამინდის შედეგად ძალიან სიღრმეებში ჩასული. იმათი მოძებნა რამდენად მარტივია, რამდენად რთულია. აი რამდენიმე სიტყვით მე მესმის რომ ეს სპეციფიური თემაა, თუმცა შავ მიწა ნიადაგზე ვსაუბრობ და ძალიან რთულია. გადაადგილება წვიმიან ამინდში, მუშაობა მით უმეტეს გამნაღმელებისთვის. საკმაოდ რთული პერიოდია ეს წვიმების პერიოდი, ძალიან რთული პერიოდი იყო ყინვების პერიოდი და ძალიან რთული პერიოდია თუ არის ჩემს აზრით წვიმის პერიოდი, როდესაც თქვენი თქმის თქვენ როგორ გიტანეთ, ტალახი უბედურება და რა ვიცი, ჭყაპი და
ყველაფერი ერთიანად ახome. ჯერჯერობით ღრმად ნაპოვნი, ანუ რაღაც გარკვეულ სიღრმეზე ჩვენ მაქსიმუმი ჩვენი სიღრმე არის ზედაპირულებზე, ხელის განაღმაზე 15 სანტიმეტრი და მექანიკურ განაღმაზე 30-დან 40 სანტიმეტრი სიღრმეში. იმის დაბლა, ასე ვთქვათ, აღარ იმიტომ რომ არც უნდა იყოს იმის ქვემოთ ნაღმი. ჯერ ახალი და ასე ვთქვათ, ახალი დალაგებული ნაღმებია, წვიმა, თოვლი, ჭყაპის კი ეს ყველაფერი გიორგი ახდენს გავლენას ნაღმების სიღრმეზე. თქვენ მოგეხსენებათ, ბრძანდებოდით 60-65 წლის დანაღმულ ფილზე იორდანიაში და მე იქ მქონდა ნაღმი რამოდენიმე ნაღმი 65-85 სანტიმეტრის სიღრმიდანაც კი ამოვიგეთ მდინარე იორდანის განაპირას ტანკსაც ნაღდებო M12 თუ გახსოვთ ამერიკული ნაღმები, მაგრამ ამას დრო სჭირდება თუ სწორად დადებული ნაღმი რომ წავიდეს გარკვეულ სიღრმეზე, ამას სჭირდება რამოდენიმე წელიწადი. ესე ადვილად წვიმა 2-3 წელიწადში ვერ ჩარეცხავს, ან ვერ თავზე ვერ გადააფარებს სხვა დამატებით შრეს. ამას დრო სჭირდება, თუმცა არის აი კახუკის გესის აფეთქების შედეგად ძალიან ბევრი ნაღმი იქნა გარეცხილი და ჩამორიცხილი. ეს იყო უკვე წარმოიდგინეთ აი დიდი ნაპორით რომ მიაშკუროთ სახანძრო მარკანიდან და ასე რომ განაღმოთ წყლის განაღმა რომ და ნაღმები ხო ჩაირეცხება, ეგრე იყო და წყალს მოქონდა მე როგორც ვიცი ხალხისგან ნაღმები, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გქონია რაღაცა განსაკუთრებულ სიღრმესთან ასეთი სიგნალი არ ყოფილა. არც მექანიკაში არ ამოგვიღია, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი რა სიღრმეზე შეიძლება აღმოჩნდეს ნაღმი რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში და თუ აქ ძალიან მალე და რამოდენიმე წლის განმავლობაში ვიტყოდი არ მოხერხდა განაღმა, აი ამათი მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე რამოდენიმე წლის შემდეგ ნაღმები აღმოჩნდებიან საკმაოდ საშიშ სიღრმეზე, ასე რომ ეს კი ჯერჯერობით არ არის ღრმა ნაღმები, მაგრამ აუცილებლად დროთა განმავლობაში იწყება. ლაშა, ერთი კითხვაც რა, ვცდილობ რომ რაღაცა ბევრი დაგისვა. თუ გაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, მაგალითად, რამდენი ადამიანი დაშავდა უკვე უკრაინაში კონკრეტულად ნაღმებისგან. ასეთი ინფორმაცია თუ არსებობს? არა, სამწუხაროდ არა, მაგრამ მე ვიცი რამოდენიმე შემთხვევა, როცა ჩვენი ჯგუფიც კი მუშაობდნენ და იმ პერიოდში აფეთქებულა მოსახლე რაღაც გარკვეული ტიპის ნაღმზე, ერთი ხელში ათამაშებდა ამასთანავე დაუფეთქდა, ჩვენებმა ჩაუტარეს გასავალი და ევაკუაცია, გაუკეთეს ფილდიდან საავადმყოფომდე, ადგილიდან საავადმყოფომდე. ერთმა რაღაცას დააბჯინა ფეხი, როგორც მე ვიცი და იმასაც უშველეს, მაგრამ საკმაოდ ხშირია გიორგი, საკმაოდ ხშირად მესმის, მე სტატისტიკა სამწუხაროდ არა მოხდა, საკმაოდ ხშირი არც თუ იშვიათი რა. სამწუხაროდ, თან მით უმეტეს ომი მიმდინარეობს. სამწუხაროდ საკმაოდ ხშირად. ლაშა ბლუაშვილი ჩვენთან ერთად ჰალო ტრასტის განაღვთი ოპერაციების ოფიცერი, ძალიან დიდი მადლობა ლაშა, წარმატებებს გისურვებთ და პირველ რიგში უსაფრთხოდ დაბრუნებას სამშობლოში. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.